საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელ ორგანოდ გამოცხადდა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, ხოლო მოგვიანებით სახალხო კომისართა საბჭო, თუმცა რეალურად ქვეყანას მართავდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კომიტეტი სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მის დასაყრდენ ერთადერთ ძალას წარმოადგენდა წითელი არმია, რომელსაც სახელი შეუცვალეს და კავკასიის განსაკუთრებული არმია უწოდეს. 1921 წლის მარტში გამოცხადდა დამოუკიდებელი აფხაზეთის შექმნა. 1921 წლის ოქტომბერში დადებულ იქნა ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო არტაანის და ართვინის ოკრუგები. 1921-22 წლებში ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ოლქი. ამ უკანასკნელში ოსებით დასახლებულ სოფლებთან ერთად შეყვანილ იქნა ქართველებით დასახლებული 40-მდე სოფელი და ქალაქი ცხინვალი. საქართველოს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ და აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა ზაქათალის ოლქი, ელდარის საძოვრები და გარეჯის ველი. სომხეთის საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას გადაეცა ლორე. საქართველოს საბჭოთა კავშირმა ჯამში დათმო 19,000 კილომეტრი ტერიტორია 210,000 მოსახლით. გასაბჭოებისთანავე დაიწყო რეპრესიები. წინააღმდეგობის მოძრაობამ თავი იჩინა სვანეთსა და ხევსურეთში. ჩეკამ 1921 წლის დეკემბრის ბოლოს 150-მდე ადამიანი დახვრიტა. 1922 წლის ზაფხულში შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო კახეთშიც. გამოსვლებს ხელმძღვანელობდა შეფიცულთა რაზმი, რომელსაც მეთაურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. 1923 წლის მარტში შეიპყრეს და მაისში დახვრიტეს ანტისაბჭოთა სამხედრო ცენტრის წევრები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და სხვები. სამხედრო ცენტრის ადგილი დაიკავა სამხედრო კომისიამ, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა. 1923 წელს საფრანგეთიდან საქართველოში არალეგალურად ჩავიდნენ ვალიკო ჯუღელი და ბენიამინ ჩხიკვიშვილი და იგეგმა აჯანყებაც, რომელიც ჯერ 1924 წლის თებერვალში, შემდეგ კი აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. აგვისტოს აჯანყება შეუთანხმებელი მოქმედებით დაიწყო. აჯანყებას ფართო ხასიათი ჰქონდა გურიაში, სამეგრელოში, სვანეთის, კახეთის და იმერეთის ზოგ რეგიონში, მაგრამ აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა და დიდი მსხვერპლიც მოჰყვა. აჯანყების შემდგომად დახვრიტეს დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრები, ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი და ბევრი სხვა ლიდერიც. 1922 წლის ბოლოს შეიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა. გადაწყდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების მასში გაერთიანება. ამას დაუპირისპირდნენ საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერები ფილიპ კამახარაძე, ბუდუ ზივზივაძე, სერგო ქავთარაძე, მიხეილ ოკუჯავა და სხვები. ისინი ნაციონალ უკოლონისტებად მოინათლნენ და მათ მიმართ რეპრესიებიც განხორციელდა. ამიერკავკასიის შექმნა მისგან გასვლის უფლების გარეშე. სწორედ ამიერკავკასიის ჭუჭუკელები გახდა 1922 წელს შექმნილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე წევრი სახელმწიფო. 1923 წელს აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, დამყარდა ერთპარტიული რეჟიმი, რომელსაც ერქვა ქართული ოცნება. 1927 წელს კათალიკოს პატრიარქმა ქრისტეფორე მესამემ საბჭოთა ხელისუფლებასთან შემერგებლური და საყვარლური კურსი გამოაცხადა. 1931 წლის თებერვალში აფხაზეთის სახელმწიფო სამინისტრომ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი შეიძინა და შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. 1936 წელს ამიერკავკასიის სფსრ დაიშალა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნები უშუალოდ საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოები გახდნენ. 1930-იან წლებიდან საქართველოს სსრ-ში, ისევ როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირში, ძველი, შეწუწული და ბოლშევიკური რევოლუციონერების ნაცვლად სტალინის ერთგული ახალგაზრდა პარტიული მუშაკები დაწინაურდნენ. ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ასეთია დღეს. არაფერი შეცვლილა, მხოლოდ სახელები და გვარები, ასე რომ გამოთაყვანებულო, გაანძრიე ტვინი, მიხვდი რომ სიახლეა საჭირო და გადადგინა ბიჯი.
იბრძოლე.